მშვიდობა ყველას, მოგესალმებით, მადლობა უფალს დღევანდელი დღისთვის, იცით თქვენ გვაქვს განცხადება გაკეთებული და ჩავერთეთ ლაივში და უფლის სულმა წარმართოს ჩვენი მსახურება, ჩვენი ერთობა, ჩვენი მოზიარეობა უფლის მადლი იყოს თითოეული ჩვენთაგანზე და სული წმინდა დღევანდელ დღეს იმოქმედოს თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრებაში, რომ აღასრულოს თავისი ნება, იმიტომ რომ რაც უფრო ვატყობთ იმ დღის მოახლოებას, როგორც სახარება ამბობს, რაც უფრო ატყობთო იმ დღის მოახლოებას, ანუ იესო ქრისტეს მოსვლის მოახლოებას, ქრისტიანების მასთან შეხვედრის მოახლოებას, უფრო მეტად გაბედულები, უფრო მეტად თავაწეულები, უფრო მეტად ავსებულები, უფრო მეტად მოტივირებულები და უფლის სულმა აკურთხოს ეს სახურება, რომ ჩვენ დავეხმაროთ ერთმანეთს ყველაფერში, რაც ღმერთს უნდა რომ ჩვენ ცხოვრებაში აღასრულოს. მოგესალმებით ყველას, მე ვხედავ თქვენს კომენტარებს, უკვე ვხედავ შემოსვლელებს, უფალმა გაკურთხოს თქვენს ემოციებს ვხედავ, თქვენს ლაიქებს და გულებს, მოკლედ უფლის მადლი თითოეულ თქვენთაგანთან, მშვიდობა არ მოკლებოდეთ. მინდოდა რომ მომესწრო ლაივი ვიდრე ქვეყნიდან მომიწევს გასვლა, რომ იყოს კურთხევა თან, იცით თქვენ რომ თვეში ერთხელ ყოველთვის ვაკეთებ ლაივს და რომ ნახულობ რომ თვე უკვე გავიდა ან ახლოვდება მაქსიმალურად ვემზადები ხოლმე უკვე, იმიტომ რომ იცით თქვენ ძალიან ბევრი საქმეები გვაქვს, მადლობა უფალს, რასაც უფლის მადლით და წყალობით ვაკეთებთ, ვასრულებთ. მსახურებები სხვადასხვა ადგილას, ასევე ჩართვები იცით თქვენ, ასევე სხვადასხვა საჭიროება რაც არის და ამიტომ მადლობა უფალს რომ შეგვიძლია მოვასწროთ ყველაფერი და ამ ყველაფერს იცით თქვენ რომ დაგეგმარება ჭირდება ხოლმე, ძალიან ხშირად ვამბობ ხოლმე, ამბახვილებ ხოლმე ყურადღებას, დაგეგმარება ძალიან მნიშვნელოვანია, დავგეგმოთ ჩვენი კვირა არის თუ ერთი თვე არის თუ რამდენიმე თუნდაც კვირა, რომ წინასწარ ვიცოდეთ რა არის გასაკეთებელი, რაღაცა დაგვაუწყეს, თავიდან არ მოგვიარდეს, ამიტომ მნიშვნელოვანია წინასწარ ქონდეს ხოლმე დაგეგმარება და როცა რაღაცა გაქვს დაგეგმარებული, ამაზე ხშირად ვსაუბრობ, იცი შენ რომ ის გასაკეთებელია და გახსენდება რომ გასაკეთებელია. ძირფასებო თუ ვინმესთან არ არის გახსნილი და არ ამოაგდო ჩვენი ლაივი, შეგიძლიათ გადააზიაროთ, აგერ გვერდზე აქვს პატარა ის არის, შეგიძლიათ პირდაპირ დააჭიროთ და გადაზიარდება თქვენთან, ასევე შეგიძლია ჩვენ ჯგუფებში გადააგზავნოთ, ვისაც სურვილი აქვს ხოლმე რომ უყუროს, რა თქმა უნდა ჩვენ ჯგუფებში ბევრი ადამიანია და მათ აქვთ ხოლმე სურვილი. და უფალმა გაკურთხოთ, ხვალე რა თქმა უნდა ჩვეულებრივ ტელეგრამში ჩართვა გვექნება, მაგრამ დღეს მოდი ყველასთვის იყოს ეს ლაივი, იმიტომ რომ ბევრ ადამიანს ჭირდება. შეიძლება სადაც მოწოდებულები ვართ, იქ გვიწევს მსახურება და მსახურობთ, მაგრამ სიტყვა ღმერთისა, როგორც პავლე მოციქულმა თქვა, შებორკილი არ არის. ამიტომ ყველა ადამიანისთვის არის ხელმისაწვდომი, ყველა ადამიანისთვის არის მნიშვნელოვანი და ყველა მიიღოს ის კურთხევა ძვირფასებო, იმიტომ რომ დღეს ჩვენ გვაქვს ამის საშუალება. დადგება დრო, ამაზე ხშირად ვლაპარაკობ, დადგება დრო, როცა აღარ იქნება იმის საშუალება, სადაც ღმერთის სიტყვის ქადაგება იქნება, ღმერთის სიტყვის დამოწმება იქნება, ღმერთის სიტყვის მოძიება იქნება და წაკითხვა იქნება. დადგება ამის დრო, იმიტომ რომ სახარება ამბობს, ძველი აღთქმა ასევე ამბობს, სახარებას ჩვენ ვიცით დიდი ჭირის პერიოდი, მაგრამ ძველი აღთქმა ძალიან დეტალურად განმარტავს ამას, რომ მოავლენ შიმშილს სიტყვისა, ღმერთის სიტყვის შიმშილი იქნება ქვეყნიერებაზე. ამიტომ სანამ დღეს არის საშუალება და არის შანსი და ყველა ადამიანმა მიიღოს და ყველა ადამიანის ცხოვრება შეიცვალოს. ასევე ყველას კიდევ მოგესალმებით, ვინც შემოგვიერთით, ვინც კიდე შემოგვიერთდება და უფლის სულმა, უფლის მადლმა გაკურთხოთ და დღევანდელი დღე იყოს კურთხევა ძვირფასებო, რომ თითოეული ჩვენთაგანი წამოვიწიოთ. საერთოდ ყველანაირი სწავლება, ყველანაირი ჩართვა იქნება, ყველანაირი სწავლება, გადმოცემა, ქადაგება, მომსახურება თუ მსახურება, ყველაფერი იმისკენ უნდა იყოს მოტივირებული და მიმართული, რომ ადამიანთა ცხოვრება შეიცვალოს. ადამიანებმა უფრო ახლოს და ახლოს გაიცნონ უფალი. გესმით? ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ მსახურება, ქადაგება, სწავლება, ეკლესიური მსახურება იქნება, ქველმოქმედება იქნება, ქადაგება თუ მომსახურება, ყველაფერი იქითკე უნდა იყოს მომართული, რომ ადამიანება უკეთესად შეიცნონ უფალი, მათი ცხოვრება შეიცვალოს, მათ მიიღონ ღმერთთან უფრო მეტი სიახლოვე, რომ ადამიანები იყვნენ სულიერ მდგომარეობაში ღმერთთან, ისეთები, როგორიც ღმერთს უნდა. ამიტომ ჩვენ თუნდაც აი ამ ჩართვებით ვეხმარებით ერთმანეთს, ხომ? როგორ ამბობს
ძველი აღთქმა ადამიანის სახე ადამიანის სახეს ლესავს ანუ როგორც რკინა ლესავს ორ რკინას ანუ ჩვენ ადამიანებს ერთმანეთი გვჭირდება გესმით ნახეთ თითოეული ადამიანი ჩვენ ასე ვართ მოწყობილები და თვითონ უფალმა ჩადო ეს სურვილი და წყურვილი თვითონ უფალი ამბობს რომ რა კარგია ძმების და დებისაც ერთად ყოფნა რა კარგია ხდებით გახსოვთ ერთი ადგილი არის პირდაპირ ფსალმუნებში ეს იმას გავსო როცა გადმოდისო ზეთიო აარონზეო თავზე გადმოდის შემდეგ წვერებზე შემდეგ ტანსაცმელზე ჩამოდის ანუ ეს კარგია ძმების ერთად ყოფნა ანუ ღმერთმა იცის რომ ეს ერთობა არის მნიშვნელოვანი და ჩვენ ერთობაში ერთმანეთს ვჭირდებით გახსოვთ ძალიან ხშირად რა თქმა უნდა ჩვენ ყოველთვის მივმართავთ სახარებას და სახარებაში არის ძალიან ბევრი ჩვენთვის მაგალითი გახსოვთ პაოლე მოციქული როგორ გამხნევდა, როცა რომიდან ძმები წამოვიდნენ მის შესახვედრად. პაოლე მოციქული სხვებს ამხნევებდა, სხვებს აძლევდა ნუგეშს, სხვებს აძლევდა სწავლებას. ყველა ადამიანს თვითონ ასწავლიდა, ანუგაჩებდა, გვერდში ედგა, რამხელა გამოცხადებები ჰქონდა, კაცი მესამეცაზე იყო ატაცებული და ღმერთის სიტყვები ჰქონდა მოსმენილი, წარმოიდგინეთ, პირდაპირ ამ 60-ში ვიყავი, მესამეცაზე ვიყავი ატაცებული და ისეთი სიტყვები მოვისმინე, რომელიც ნებაც არ აქვს დართული ადამიანს რომ გამოთქვასო, წარმოიდგინეთ და აი ამ ადამიანს, აი ამ ბუმბერას რწმენის მოციქულს ჩვენ ხედავთ რომ დაჭირდა ძმების გამხნევება და რა კარგია როცა ძმები, ადამიანები თითოეული ჩვენთაგანი ერთმანეთს ვანუგეშებთ, ადამიანებს გვჭირდება ერთმანეთს, რა თქმა უნდა, ბიძგი მივცეთ ერთმანეთები. გავამხნევოთ, დაუდგეთ გვერდში, ვიშუამდგოლოთ და უფლის სულმა აკურთხოს ამიტომ დღევანდელი ურთიერთობა, მაგიტომ თქვი ეს ყველაფერი რომ ჩვენ ერთმანეთს გვჭირდებით. შენ გჭირდება ეს სიტყვა, რასაც ახლა მოისმენ, იმიტომ რომ ღმერთს უნდა შენს გულს შეეხოს და შეცვალეს შენი ცხოვრება. მზად ვარ ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობ ადამიანები, ვინც ყურალები არიან, ვინც შემოდიან, დაინტერესებულები არიან, უყურებენ ჩვენს ლაივებს, უყურებენ ჩვენს მსახურებებს, ამ ადამიანებმა მიიღონ ის ღმერთისგან, რაც ერთ დროს ჩვენს გვაკლდა და ჩვენც მივიღეთ. იმიტომ რომ ჩვენ ცხოვრებაში ჩაერია ღმერთი და აბსოლუტურად ჩვენი ცხოვრება შეიცვალა. ამიტომ დღეს ისმის ღმერთის ხმა და როგორც ებრაელთა წერილი ამბობს, როცა მოისმენ მის ხმას, ნუ გაიქვავებ გულს. უფალი ამბობს როცა დღეს მოისმენ ღმერთის ხმას, გულს ნუ გაიქვავებ. შენი ცხოვრება არის შესაძლებელი, შენს ცხოვრებას ჭირდება ცვლილება, რეალური ცვლილება ჭირდება. ამიტომ ნუ გადადებ ხვალისთვის, რადგან ღმერთი დღეს გეძახის და ღმერთი თვითონვე ამბობს, რომ რაც შეგიძლია გააკეთო დღეს, ნუ გადადებ ამას ხვალისთვის, იმიტომ რომ დღეს შეგიძლია ეს გააკეთო და ამიტომ დაე დღევანდელ დღეს ღმერთის სულმა შენი ცხოვრება, ჩემი ცხოვრება აბსოლუტურად შეცვალოს. ახლებურად მოიტანოს ხედვა, ახლებურად მოიტანოს ის სიახლეები, ის ცვლილებები, რაც მას სურს, იმიტომ რომ ღმერთი სხვანაირად ხედავს ჩვენ ცხოვრებას, ჩვენ სხვანაირად ხედავთ ჩვენ ცხოვრებას. ამიტომ დაე უფლის სულისგან იყოს დღევანდელ დღეს სიტყვაც, მოზიარეობაც და ერთობაც. უფალმა დაგლოცოთ, მინდა ძვირფასებო, ორიოდე სიტყვით, რაც უფალმა ჩამიდო გულში გაგზიაროთ, გესაუბროთ. ძალიან ხშირად ადამიანებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ აქვს სინდისი და ძალიან ხშირად აქვს შინაგანში სინდისის ქეჯნა. ნახეთ, სახარება გვასწავლის, სახარება გვამცნობს, სახარება სიღრმისეულად გვახედებს, რომ ადამიანებს ხომ სინდისიც ასწავლის, გამოცდილებაც ასწავლის, ცხოვრებაც ასწავლის, ბუნებაც ასწავლის. ანუ რომ გავანებოთ ღმერთის სიტყვას. თავი ადამიანებს ასწავლის როგორც ბუნება, ისე ცხოვრება, ისე გამოცდილება, ისე სინდისი. ანუ ადამიანს თუ მაგალითად ღმერთის სიტყვა არ აქვს, ანუ ადამიანი არ ცხოვრობს ღმერთის სიტყვაში, არ კითხულობს ყოველდღიურად, არ არის მაგალითად ეკლესიური, ამ ადამიანს ასე ამბობს სიტყვა, სინდისი ესაუბრება. ადამიანს სინდისი მიუთითებს, ადამიანს სინდისი ეუბნება, თუნდაც სინდისი შეაგონებს ადამიანს, ხდებით? ამიტომ ძვირფასებო, დღევანდელ დღეს, რასაც მოვისმენთ, რაც ღმერთის სულისგან მოვა, ჩვენი შინაგანი სინდისიც უნდა დაეთანხმოს, სულიც უნდა დაეთანხმოს, ანუ ჩვენ შინაგანში და შემოვიდეს ეს სიტყვა. და ძალიან ხშირად ადამიანებს მე ვიცი, რომ უნდათ ხოლმე ცხოვრების შეცვლა, მაგრამ ძალა არ ყოფნით ხოლმე. ძვირფასებო, ნახეთ, თუ შენ არ გამოაცხადებ სრულ კაპიტულაციას, ანუ თუ შენ რეალურად არ გენდომება ცვლილება, ღმერთი შენს ცხოვრებას ვერ შეცვლის, შენ უნდა გინდოდეს.
ერთი ადგილი გვაქვს ჩვენ სახარებაში, როცა პავლე მოციქულს იესო ქრისტე გამოეცხადება, უფალი ამბობს, რომ მეო სისხლს და ხორცო კი აღარ ვეთათბირეო, არამედ რაც უფლისაგან მივიღეო, ის გავაკეთეო. ანუ ნახეთ, აღარ ვეთათბირეო ჩემსო სისხლს და ხორცო, არამედ რაც უფლისაგან მოვიდა, რაც უფლისაგან მივიღე, ის გავაკეთეო. და წარმოიდგინეთ, თურმე სისხლ და ხორც თათბირი ჭირდება, ადრეც ამბობდი ამ სიტყვებს. ნახეთ, სისხლთან და ხორცთან თათბირი აღარ შედგა პავლე მოციქულის შემთხვევაში. შენ რამდენად ეთათბირები სისხლს და ხორცს? რას ნიშნავს სისხლთან თათბირი? ანუ ჩვენ ადამიანები რამდენად ვეთათბირებთ? რას ნიშნავს ეს სისხლთა და ხორცთან თათბირი? რა არის ეს? წარმოიდგინეთ თქვენ. ნახეთ, როცა სულიერად რაღაცის გაკეთება გინდა, გააქვს მოწოდება, ღმერთი გაძლევს რაღაცის ხედვას, ან გიდებს გულში რაც შენ უნდა გააკეთო და აღასრულო და ხორცი გეწინააღმდეგება. აბასინათ, ეკლესიაში მომიწია სიტყვის თქმა ამასთან დაკავშირებით, რომ ყველაზე დიდი მტერი ადამიანს ყავს საკუთარი ხორცი. იმიტომ რომ ხორცი ასე წერია, მიყიდული არისო ცოდვასო. ერთი პერიოდი ხორცი პირდაპირ მიყიდული გახდა ცოდვის მიმართ, იმიტომ რომ ხორცს ყოველთვის სურს ცუდი, უარყოფითი, ღმერთის სულის საწინააღმდეგო, ღმერთის სიტყვის საწინააღმდეგო. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, შენს ხორცს არ სიამოვნებს ღმერთის სიტყვის შესრულება. ამიტომ ძალიან ხშირად შენ გიწევს, რომ შენი თავი, შენი ხორცი აიძულო, რომ დაემორჩილოს ღმერთის სიტყვას. დაემორჩილოს სიტყვას, რომელიც ღმერთმა დაგვიწერა, ღმერთმა გადმოგცა. წარმოიდგინეთ, თითოეულ ჩვენთაგანს ძალიან ხშირად გვიწევს, რომ წინააღმდეგობა გაუწიოთ ჩვენს ხორცს, იმიტომ რომ ხორცს არასოდეს არ სურს ღმერთის სიტყვის მორჩილება. გესმით? ანუ ნახეთ, როცა უფალი ამბობს, რომ იოანე ნათლისმცემელის შემდეგ სახარება იქადაგება ძალით და ძალის მხმევენი, ანუ სხვა ადგილზე წერია, მოძალადენი წარიტაცებენო ცათასასუფეველს და ადამიანები ძალით შედიანო შიგნითო. ძალით შედიან ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამიში გამატარე, ეხლა მე უნდა შევიდე და რაღაც. არა, ძალა, ის ძალა, რომელიც სულიწმიდა მისცა თითოეულ ჩვენთაგანს, რომელიც ძლევას განიჭებს ხორცზე, სისხლზე და ხორცზე, რომ მას თათბირი აღარ დაუწყო. იმიტომ რომ ხორცს ყოველთვის უნდა სულის საწინააღმდეგო. ამაში ვიცით ჩვენ რომ გალატიათა წერილი ლაპარაკობს, სხვა ადგილებიც ლაპარაკობს სულს, ხორცის საწინააღმდეგო სულს. მოციქულებიც ამბობენ ამას. და ამიტომ შენ არ უნდა აკეთო ის, რაც შენ გსურს, არამედ აკეთო ის, რაც სულს. და მოდი დღეს თქვათ, რა სულს და რა უნდა ხორცს. მაგალითად, აი ძალიან ხშირად ადამიანები, რომლებიც ახლა იცით თქვენ, რომ ადამიანებს, რომლებსაც ქრისტიანული შემეცნება არ აქვთ, უბრალოდ ელემენტარული აზროვნება, გაგება, განსჯა, განსისუნარი, ასეთ ადამიანებთან კამათი საერთოდ უაზრობაა. თუმცა ასეთი ადამიანები სამწუხაროდ ძალიან ბევრები არიან, რომლებიც იცავენ თითქოს რაღაცას, თითქოს გადმოცემას, თითქოს რაღაცა ღმერთის სახელით რაღაცას მოქმედებენ, მზად არიან აბსოლუტურად არ მოისმინოს რაღაც ახალი, არ მოისმინოს კარგი, არ მოისმინოს ისეთი, როგორც თვითონ უნდა, ან ისეთ ფორმაში არ მოისმინოს, როგორც თვითონ წარმოუდგენია, მზად არის შეურაცხყოფისთვის, მზად არის გინებისთვის, მზად არის, არ ვიცი, შეიძლება მუშტიკრივისთვის თუ გასალანძღად, თითქოს თავისი ვითომ რაღაცა ჭალებში რო თქვა, ვაშკაცური რაღაცა მოქმედებით იცავს რაღაცა გადმოცემას, რაღაცა თითქოს რაღაცა ტრადიციას, რაც არის აბსოლუტური სიბნელე. ამას პეტრე მოციქული ეძახის სიბეცეს, წარმოიდგინეთ, როცა ადამიანებმა არ იციან და რაღაცას თითქოს იცავენ. ამის შემდეგ, როცა ადამიანი ესეთ მდგომარეობაში არის და ძალიან ხშირად არიან ხოლმე ესეთი ადამიანები, ალბათ თქვენ შეხვედრიათ, რომელიც გეწინააღმდება ისე უაზროდ, რომელიც თვითონაც აზრზე არ არის, რას ამტკიცებს, რას გიმტკიცებს და რაზე გესაუბრება, ხვდებით? ასეთი ადამიანების კითხვა, ანუ უნდა დაუსვათ, მოდი ასეთ ადამიანებს ერთი კითხვა დაუსვათ. ასეთ ადამიანებს დაუსვათ ერთი კითხვა. შენი სულიერი მდგომარეობით, ან ფიზიკური მდგომარეობით, ან შენი ცხოვრებით კმაყოფილი ხარ?
მართლა კმაყოფილი ხარ? შენ კმაყოფილი ხარ მართლა სულიერად ცხოვრობ, მართლა ღმერთის სიტყვას ასრულებ, საერთოდ იცი ღმერთის სიტყვაში რა წერია? ანუ შენ როცა ძალიან ხშირად, როცა მაგალითად ბოლო დროს ალბათ თქვენ შეგინიშნავთ, როცა ძალიან დიდი კამათი მიდის ინტერნეტში სხვადასხვა რელიგიის კი არა, ფაქტიურად ქრისტიანები არიან და ერთმანეთს ეუმებიან, ერთმანეთს ჭამენ, ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებენ, დასცინიან ერთმანეთს. ხანდახან მომხვედრია თვალში რაღაც ან ვიდეო ამოუგდი, ანუ ვიღაცას გაუზიარებია და მინახავს ადამიანები, რომლებიც საერთოდ ქრისტიანობის აზრზე არ არიან. საერთოდ მათი სფერო, მათი მოღვაწეობა, მათი საქმიანობა, მათი თუნდაც ბლოგები და ის ვიდეოები, რასაც წერენ, საერთოდ ქრისტიანობასთან შეხებაში არ არიან. ადამიანები ძალიან ხშირად ქრისტიანობაზე იწყებენ ლაპარაკს, თითქოს რაღაცნაირად პოპულარული არის ქრისტიანობაზე საუბარი, ხედავთ თემ სოფლიოში ახლა ქრისტიანობაზე არის საუბარი და ისეთი ბლოგერებიც კი რომლებიც ძალიან ცნობილები არიან და მილიონობით გამომწერები ყავთ, ასეთი ადამიანებიც კი ჩვენ ხედავთ, რომ ბიბლიას კითხულობენ და თავიანთ გამომწერებს უზიარებენ ღმერთის სიტყვას და დღეს ამ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი რაღაც შეიცვალა, მაგრამ როცა ქრისტიანები ერთმანეთს დასცინიან, ერთმანეთს ასამართლებენ, შეურაცხყოფას აყენებენ, ადამიანები ხანდახან დაუფიქრდეთ. განა ეს არის ქრისტიანი, განა ამას გვასწავლის სახარება, განა ეს არის სიყვარული? იცი? მოდი ესე ვთქვათ, ყველა შენნაირი და ჩემნაირი და იმისნაირი და კიდე ამისნაირი ვერ იქნება. ღმერთს მოწონს, უყვარს მრავალფეროვნება და მრავალფეროვნად შექმნა მთელი დედამიწაც. ადამიანებიც იმ მრავალფეროვნებაზე არ ვამბობ, ადამიანებმა რომ დაამახინჯეს, არა, იმ მრავალფეროვნებაზე ვამბობ, რაც სიყვარულს, თუნდაც თავის ბუნებას, თავის ხასიათს, თუნდაც ადამიანის მიძღვნას, ადამიანის მოქმედებას, მრავალფეროვანი არის სამყარო. აბასილად ვამბობდი, ჯერ მარტო ერთ-ერთ მდინარე ამაზონის დაბლობში 1000-ზე მეტი ერთი სახეობა, ანუ ბაყაყის 1000-ზე მეტი სხვადასხვა სახეობა აქვს შექმნილი, ანუ ბაყაყი ჰქვია, მაგრამ 1000 სხვადასხვანაირი, ზოგი ხვიტელი, ზოგი მწვანე, ზოგი კოპლებიანი, ზოგი პატარა, ზოგი რა თუნდოდა ღმერთს 1000 მარტო ამაზონში რო შეექმნა. და იმის აქეთ კიდე რომ თუ ერთი აკმაყოფილის ღმერთს ერთფეროვნება, ღმერთმა დაიფაროს თქვენ ჩვენ არ მოგწონს ცხოვრებისეული ერთფეროვნება, როგორ ფიქრობთ თქვენ? ღმერთს მოეწონება ერთფეროვნება, როგორ ამბობს სახარება? სხვადასხვანაირი არის სული. უпроსტად სახურება სხვადასხვანაირი არის, მოქმედება სხვადასხვანაირია, სული იგივე არის, ღმერთი იგივე არის, ყველაფერი, სახურება სხვადასხვანაირი, იგივე არისო, უფალიო, წარმოიდგინეთ. ანუ მამა, ძე და სულიწმინდა. უფალი, სულიწმინდა და ღმერთი ერთი და იგივეა, მაგრამ სხვადასხვანაირი არის მსახურება. მოქმედებანი სხვადასხვანაირია. რას ქვია სხვადასხვანაირია? დიახ, მოქმედება ღმერთის სულისა, თუნდაც ნიშნები, თუნდაც სასწაულები, თუნდაც სასწაული ისიც არის, როცა ადამიანი ინანიებს და მისი ცხოვრება იცვლება, სასწაული ისიც არის, როცა ადამიანი თუნდაც დაბლა და მისგან თუნდაც ავადმყოფობა მიდის, ინკურნება, ან ეშმაკისგან თავისუფლდება. სასწაული, მოქმედება სხვადასხვა შეიძლება იყოს მოქმედება, მაგრამ ამას სული აკეთებს ერთ ხდებით, შენ როგორც გონია. ადამიანები არიან ხომ მსახურები, მაგალითად პავლე მოციქული სხვა სფეროში მსახურობდა, სხვა გამსახურობდა, პეტრეს სხვაგან უწევდა მსახურება. ჯულის რაღაც მომენტში დაცვით უწევდა პეტრეს მსახურება და ჩვენ ვიცით იაკობის მსახურებაც, ხო? განსხვავდებოდნენ, მაგრამ პავლე მოციქული ამბობს, ის ვინც ჩემთან ერთად იღვწოდა წარმართებთან მსახურებაში, სულიწმინდაზეა საუბარი. ზუსტად ის იღვწოდა პეტრესთან წინა დაცვეთილებთან რომ მსახურობდა. გესმით? ანუ სულიწმინდა იქაც მსახურობდა და ჩემთანაც. ვინც პეტრესთან მსახურობდა, სულიწმინდა წინა დაცვეთილებთან ერთად, ის მსახურობდა ჩემთან ერთად, რომელიც ნიშნებს და სასწაულებს ახდენია, ხვდებით? და წარმოიდგინეთ, ზუსტად აქ ისმის კითხვა. შენ რას იცავ, რას ასე რომ თქვათ, ჩაჭიდებულ ხარ, შენი ცხოვრება კმაყოფილი ხარ შენ, ან აღიარებ, ან ამბობ, რომ რეალურად შეიცვალა, შენ კმაყოფილი ხარ შენი ცხოვრებით? დიდი კითხვა არის ეს და ეს კითხვა უნდა დაუსვას თითოეულმა ადამიანმა. ერთმანეთს ჩვენ თავს, მოდი თქვათ,
კმაყოფილი ხარ შენ დღევანდელი მდგომარეობით, შენი მდგომარეობით, თუ ადამიანი ხედავს რომ გულში სიცარიელი აქვს და კმაყოფილი არ არის, კი ბატონო, შეninebაა, მაგრამ ასეთი ადამიანი ვერაფერს ვერ ღებულობს უფლისაგან. გესმით? ამიტომ შენ უნდა იყო გახსნილი, უნდა შეგეძლოს მიღება სიახლის და ეს სიახლე თუ შენ არ გეჩვენება სწორად ან შენში ისე არ ჯდება, გადაამოწმე სახარებაში, გამოიკვლიე, იმიტომ რომ ჩვენ ჯერ სანამ ღმერთის სიტყვას მოვისმენდით, უკვე რაღაცები გაგვიცხადდა, რაღაცები. ნახეთ, ერთი ადგილი არის ალბათ ბევრმა იცით თქვენ მიქას 6 თავი მერვე მუხლი. ნახეთ? ანუ ჩვენ დასაწყისში ვამბობდით რომ უკვე რაღაცები გვეწუწყა და გაგვიცხადა, იმიტომ რომ გვასწავლის ჩვენ როგორც სინდისი, წერან თქვი ხო? როგორც სინდისი, ჩვენ სინდისი გვასწავლის. ესვით ჩვენ სინდისი გვასწავლის. ასევე ცხოვრებაც გვასწავლის, გამოცდილებაც გვასწავლის, ბუნებაც გვასწავლის. ემოციკური ხშირად ამბობს, გახსოვ, თვით ბუნება არ გასწავლითო, რომ იქ იცით თქვენ, რაზეც არის საუბარი, ხო? ანუ ბუნებაც ასწავლის ადამიანს, სინდისიც ასწავლის, ბევრი რამე არის, რაც ადამიანს ასწავლის. ამიტომ ჩვენ უკვე რაღაცა გაგვიცხადდა. მოდი ვნახოთ რა გაგვიცხადდა. ზუსტად მიქას 6 თავის მერვე მუხლი ამბობს, რაც ღმერთმა გაგვიცხადა და წავიკითხოთ რა გაგვიცხადა. ნახეთ, ხომ გეუწყა შენ ადამიანო, რა არის სიკეთე და რა სითხოვს შენგან უფალი. მხოლოდ სამართლის ქმნას და წყალობის სიყვარულს მოწიწებით სიარულს უფლის წინაშე. გესმით? მოდი დავყოთ ეს 3 პუნქტი და ვთქვათ. ჯერ პირველი, შენ უკვე გეუწყა. რომელთა წერილში წერია, ღმერთმაო ყველა ადამიანსო გაუცხადაო თავისი დიდებაო. და ღმერთის რეალობა და ჭეშმარიტებაო, რომ ღმერთი რეალურად არსებობს, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი რაღაცნაირად თავს ინუგეშებს, რომ ღმერთი არ არსებობს და თითქოს მას წოდები არ მოიკითხება. კარგით. ეს უკვე ძალიან დაძველებული მეთოდი არის. ღმერთი რეალურად არსებობს და რომაელთა წერილი ამბობს. ღმერთმა ყველა ადამიანს გაუცხადა თავისი თავი. და როგორ? თითოეული ქმნილების შეცნობა, აი რაც კი რამე შექმნა ღმერთმა, აი ამ ქმნილებების შეცნობა, მასზე დაკვირვება აუცილებლად მიგითითებს იქითკე, რომ ეს ყველაფერი დასაწყისში დაიგეგმა, შეიქმნა, ყველაფერში ძალა ჩადო, სიცოცხლე ჩადო ვიღაცამ და ეს ვიღაცა არის ღმერთი. გასულ პავლე მოციქული ათენელებს რო ეუნება, ათენელებს ძალიან ბევრი ღმერთი სწავლობდა. ისო ზეციდანო გვაძლევდაო ჩვენო იმ დროებს, როცა ნაყოფიერი დროები გვაქვსო და ჩვენო გულებსო გვიხარებსო და მასში ვცოცხლობთო, მასშიო ვიძვრითო და მასშიო ვსუდქავთო, როგორც ზოგიერთი თქვენი პოეტი ამბობდაო. ვინებიც იყვნენ ავტორიტეტები, მათთვის ზუსტად აი ამ პოეტებზე მიუთითა, რომ ჩვენო მისი მოდგმა ვართო. ამას ამბობდნენ თქვენი პოეტები. ჩემს სიტყვას შეიძლება უარყავდეთ, მაგრამ თქვენი პოეტების სიტყვას ვერ უარყავთ. გესმით? დიდება უფალს. ამიტომ მიქას წერილი ამბობს, შენ უკვე გეუწყა რაღაც. რომაელთა წერილი ამბობს, შენ უკვე რაღაც გეუწყა. და მოდი კიდე წავიკითხოთ. ნახეთ, მიქას 6:8. ჩემთან ერთად შეგიძლიათ გადაშალოთ თქვენ ბიბლიები, ელექტრონული თუნდაც და წაიკითხოთ. წერია მართლა ასე თუ არა. ხომ გეუწყა შენ ადამიანო რა არის სიკეთე და რა სითხოვს შენგან უფალი. მხოლოდ სიმართლის ქმნას, წყალობის სიყვარულს და მოწიწებით სიარულს უფლის წინაშე. რა არის სიმართლის ქმნა? სამართლიანობა. ღმერთი სამართლიანობის ღმერთი არის. ღმერთი სიმართლის ღმერთია. ღმერთი წესრიგის ღმერთი არის. წარმოიდგინე, ეუწყა თითოეულ ადამიანს და რა? სამართლიანობა პირველ რიგში. სამართლიანობა არ არის სხვა ადამიანების განკითხვა. სამართლიანობა არ არის თუ ის შენ არ გავს, ან თუ ის შენ არ გემორჩილება, თუ რასაც შენ ეუნები, ზუსტად ისე არ აკეთებს, ან ზუსტად ისე არ მოქმედებს, ის ღმერთის წინაშე არ დგა, თუდაც სწორად, მაგრამ შენი შეხედულება შეიძლება აბსოლუტურად სხვანაირი იყოს. ეს შენი შეხედულებით არ განირჩევა, იმიტომ რომ შენ თვითონაც უფლის წინაშე წარდგები. ძირფასებული, ნახეთ, ბევრი ადგილი არის, სადაც
გულწრფელობაზეა საუბარი. გულწრფელობა ერთ-ერთი სამართლიანობის ნაწილი არის. ესმით? გულწრფელი თუ არ არის ადამიანი, რას ნიშნავს გულწრფელი? ძალიან ხშირად ადამიანები არ არიან გულწრფელები, არ არიან გულგახსნები, ერთ რამეს ამბობენ და მეორეს ფიქრობენ. სახის გამომეტყველებაც კი შეიძლება დაჭერილი გქონდეთ, რასაც ნიღაბი ჰქვია. ესეთი პატარა თითქოს ნიუანსები ადამიანებს გონიათ, რომ სინამდვილეში საბოლოო ჯამში დარღვევას ან საბოლოო ჯამში, როგორ თქვა, ზიანს არ მოიტანს, მაგრამ მე გეტყვი თქვენ, ძალიან დიდი ზიანი მოაქვს, როცა შენ გულწრფელი არ ახარ. და საშინელებაა ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებსაც ღვთისმოსაობის სახე აქვთ, მაგრამ გულწრფელები არ არიან. რომლებსაც გული აქვთ გასასტიკებული. ამაზე მთელი რიგი ჩამონათვალი არის ახალ აღთქმაში და ებრაელთა წერილი კიდე ვიცი ძალიან ბევრს ლაპარაკობს ამაზე. ძალიან საშინელება არის ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებსაც ღვთისმოსაობის სახე აქვს, აქეთ რაღაცას გასწავლის, მაგრამ ეს ადამიანი არ დგა ჭეშმარიტებაში და თვითონ თავის ცხოვრებაში აქვს ბევრი ჩავარდნა, ბევრი შეიძლება შეცდომა, ბევრი შეიძლება გარღვევა, არ ვიცი, ძალიან ბევრი რაღაც ისეთი დაშვებული, რაც ცოდვასთან პირდაპირ კავშირში არის. ასეთი ადამიანი შენ ღმერთს ვერ გაგაცნობს, რატომ იცი? თვითონ მას განშორდა ღმერთი. და ასეთი ადამიანი, როგორც წეღანს ვსვამდი კითხვას და ერთმანეთს დაუსვათ კითხვები და ჩვენ თავს დაუსვათ მეთქი, არ არის კმაყოფილი, თუმცა სიტყვა ძალიან კარგად იცის. მინახავს ძალიან ბევრი ადამიანი და ამიტომ ვამბობ ამ ყველაფერს. მინახავს ადამიანები, რომლებიც ზუსტად ასე ნიღებში ყოფილან, მინახავს ადამიანები, რომლებიც დოქტრინალურად სწავლებით, ქრისტიანობის სწავლებით, ისეთ თემებს გიქადაგებენ, ისეთ თემებს გადმოგწევენ, ისეთ სწავლება შეიძლება გაგიკვირდეს და პირი დაგჭეს ღია, მაგრამ კათედრის მიღმა ადამიანთან ურთიერთობაში დაინახავ, რომ ადამიანს დეპრესია აქვს. ის ვინც გიქადაგებდა, ხუცესი შეიძლება ეპისკოპოსი იყო, შეიძლება მსახური იყო, შეიძლება არ ვიცი, სხვადასხვა და დაინახავ, რომ ადამიანს აქვს დეპრესიული მდგომარეობა, უიმედო მდგომარეობა, თვითონ ვერ ხვდება ამას, როცა ლაპარაკობს და უყურებ მისი ქადაგებები გახსოვს, მისი წინ გამკვირას თუ იმ შაბათს მსახურება გახსოვს და პირი ქჩება უკვე არა იმ გაკვირვებიდან, რომელიც მან გიქადაგა და ძალიან ისეთი ბრტყელი და ძალიან დიდი გამოცხადებები თითქოს რაღაცები გაგიზიარა და მართლა შეიძლება მიიღე მისგან შეიძლება რეალურად მიიღე რაღაცა გამოცხადება, ღმერთი იყენებს ადამიანებს ბოდიში ამ გამოთქმაზე და ვირიძკი გამოიყენა ღმერთმა სახედარი და წინასწარმეტყველის სიშმაგი ალაგმაო წინასწარმეტყველს უთხრა ვირმა რომ არასწორად იქცევი, არასწორად მიყავარ და ანგელოზია ჩასაფრებული ხმლით და ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ვირმა დაინახა ანგელოზი და წინასწარმეტყველმა ვერ დაინახა. წარმოიდგინეთ, როცა ასეთ ადამიანს ხედავ დეპრესიულ მდგომარეობაში, ხვდები რომ ეს ადამიანი რას ხადაგებს, ვის ასწავლის, რას ასწავლის, რა სწავლება აქვს საერთოდ მას, ან როგორ შეიძლება ასეთ ადამიანს უსმინო, თუ ნორმალურად აზროვნებ, ასეთი აზრი დაგებადება, მაგრამ თუ ნორმალურად არ აზროვნებ, ბოდიში და გადაყლაპავ ამ ყველაფერს და იტყვი რომ ალბათ რა ვიცი, ესე უნდა იყოს საჭირო და ვერასოდეს ვერ გაიზდები სულიერად, თუ ასეთ ადამიანებს მოусმენ, იმიტომ რომ ესეთი ადამიანები წინარასოდეს არ მედიან და ვერც შენ წახვალწინ და თუ ოდესმე ისე მოხდა რომ ღმერთმა უფრო მეტი გაგიცხადა და ცოტა წინ წახვედი, ასეთი ადამიანები ყოველთვის უკან დაგწევენ. ასეთი ადამიანები ყოველთვის უკან გამოკაჩავენ, იმიტომ რომ წინ არასოდეს არ უნდა წავიდეს მათზე წინ. ასე ფიქრობენ ადამიანები. ეს არის საშინელი მდგომარეობა, მაგრამ დიდი ბოდიშის თქმით რეალობა. ესმით? ამიტომ ადამიანებს ეუწყა თითოეულ ადამიანებს, რომ ჯერ სამართლიანობა არის მნიშვნელოვანი. ნახეთ, მხოლოდ სიმართლის ქმნას ღმერთი გთხოვს. თურმე გთხოვს მხოლოდ სიმართლის ქმნას. სიმართლეს მოიმოქმედებდე. აი ამას გთხოვს ღმერთი, წარმოგიდგენიათ? პირველი სიმართლის ქმნა, ანუ სამართლიანობა, გულწრფელობა როგორც წეგან თქვი, აი აქ შედის, იმიტომ რომ თუ გულწრფელი არ ახარ, სამართლიანი არ ახარ და თუ სამართლიანი არ ახარ, ყველაფერი დამახინჯებულია შენ ცხოვრებაში. შემდეგ ნახეთ და წყალობის სიყვარულს. ანუ წყალობაო, აღემატებაო, სამსჯავროსო თუ მსჯავრსო, გახსოვთ? იაკობის წერილი. ანუ როცა წყალობელი ხარ, როცა იშორებ
ძალიან ხშირად ჩემს ახლობლებს, ოჯახის წევრებსაც ვთქვათ, როგორ შეგიძლია ასე ადვილად დაივიწყო ადამიანის არასწორი მოქმედება შენს მიმართ. როგორ შეგიძლია დაივიწყო ასე ადვილად? მადლობა ღმერთს, რომ ღმერთისგან შემიძლია, იმიტომ რომ უფრო მეტს ვფიქრობ სულიერზე და ღმერთზე, ვიდრე პრობლემებზე და ადამიანებზე, რომლებმაც რაღაცა ცუდი თქვეს ჩემზე, ან რაღაცა ცუდი გამიკეთეს, ან რაღაცა ცუდი მისურვეს, თუ რაღაც ჩამისაფრეს, თუ რაღაცა შემამთხეს. ხვდებით? იმიტომ რომ უფრო მეტად ღმერთზე ვფიქრობ, მადლობა უფალს, რომ ვივიწყებ და ყველას გისურვებთ, რომ დაივიწყოთ. ამიტომ ნახეთ, თუ წყალობელი ხარ, დამვიწყებელიც ხარ. თუ წყალობელი ხარ, გამშვებით გულიდან ინთავისუფლებ, გაუშვებ შენი გულიდან და აღარ გაქვს იმაზე ფიქრი. თუ არა და იცოდე, სულ ყოველთვის პრობლემა გექნება. ადამიანს ვერ აპატიებ, ადამიანებს ვერ აპატიებ. გავაწლები და ისევ იმ პრობლემაში იქნები. ისევ გაბრაზებული იქნები ხალხზე. ისევ რაღაც და არასოდეს იცოდე შენ წინ ვერ წაიწევ, არასოდეს შენი ზრდა სულიერი არ მოხდება, ვერაფერს ვერ მიიღებ ღმერთისაგან. საოცარი არის უფალი ძვირფასეო. კიდე ერთი რაღაც გითხრათ. დაახლოებით რამდენიმე წლის უკან, სადღაც ალბათ 7 წლის უკან. ახლა ამის თქმას საერთოდ არ ვაპირებდი, მაგრამ უბრალოდ გამახსენდა და შეიძლება ბევრი ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყოს. უბრალოდ დავინახოთ ღმერთის ბუნებაც. იყო რამდენიმე პიროვნება, რომელიც ძალიან სერიოზულად ეწინააღმდეგებოდა იმ მსახურებას და იმ ნიჭს, რაც ღმერთისგან მივიღე და რაშიც მე დღემდე ვემსახურები უფალს და მთელი სიცოცხლე მოვემსახურები. ძალიან ეწინააღმდეგებოდნენ აი ამ ნიჭს, ღმერთის სულის მოქმედებაზეა საუბარი, განკურნებებზე, ძალთა ქმედებაზე, ადამიანებზე ღმერთის სულის გადასვლაზე, შეიძლება ადამიანების წაქცევა, ძალიან ეწინააღმდეგებოდნენ, ძალიან ტექნიკურად შეეწინააღმდეგნენ. მე ძალიან გული დამწყდა, იმიტომ რომ ეს ადამიანები ძალიან ახლობლები იყვნენ ჩემი. ძალიან ახლობლები და ძალიან ახლოს ვიყავით ერთმანეთთან. ბევრი ცუდი ლაპარაკეს და აი ამ მოქმედებას ბევრი ცუდი რამე დაარქვეს. არ ვიცი, მანიპულირება, შოუ, კიდე რას ეძახდნენ, არ ვიცი, რაღაც თითქოს დადგმა იყო, თითქოს რაღაცას გავდით თუ შეთანხმებულები ვიყავით თუ ჩვენი ხალხი ასე მოქმედებდა, არ ვიცი მე რისი თქმა უნდა, თუმცა მათ ძალიან ბევრი გამოვლენა ღმერთის სულისა ჰქონდათ ნანახი. მაგრამ ამ ადამიანებმა ძალიან ცუდად ილაპარაკეს. ჩემთანაც მოუწიათ რაღაცებს ლაპარაკი, მაგრამ აცრე შეიცვალეს, სხვებთან ძალიან ცუდად ლაპარაკობდნენ. გული მქონდა დაწყვეტილი, იმიტომ რომ ძალიან მიყვარდა ეს ადამიანები და განვიცდიდი კიდეც. იმიტომ რომ ამან დავინახე, რომ ღმერთის სულის მოქმედებას და მსახურებას წინსვლა არ მისცა. წინააღმდეგობა იყო. სხვადასხვა ადამიანებში ძალიან ცუდი რამე ითესებოდა. რატო გეუბნებით იცი ამას? საერთოდ არც გავიხსენებდი, უბრალოდ გეუბნებით. უფლის სულმა ასეთი რამე მითხრა. აი ამ პიროვნებებზე მითხრა ზუსტად. კურთხევას ჩემგან ვერ მიიღებენო ეს ადამიანებიო. სანამო, ყურადღებით მომისმინეთ, სანამო მათი გულწრფელი მონანიებაო, იმაზე მეტ ადამიანს არ მიწდებაო და არ გაიგებსო, იმაზე მეტი ადამიანიო, რამდენმაც მოისმინაო, რასაც ისინი ჩემი სულის წინააღმდეგ ლაპარაკობდნენ. გამიკვირდა ეს რომ მოისმინეთ, წარმოგიდგენთ? ანუ კურთხევა დაკეტილია ზეციდან, მორჩა. კურთხევას ვერ მიიღებენო. და მე ვხედავ, აგერ რამდენი წელი გავიდა და მინახია მათი მსახურებებიც და ქადაგებაც მომისმენია. კურთხევას ვერ მიიღებენ, სანამ მათი გულწრფელი მონანიება იმაზე მეტ ადამიანის ყურს არ მიწვდება, ვიდრე ჩემი სულის წინააღმდეგ რო ლაპარაკობდნენ, ადამიანებს მიწვდაო. ღმერთის სული ასეთია. ერთი თუ გადაწყვიტა, რომ შენ კურთხევა შეგეკავა და დაგიკავდა ზეციდან, დაგეკავდება.
მაგრამ თუ გადაწყვიტა რომ გაკურთხოს, ღმერთს არ უთქვამს რომ ვერასოდეს ვერ მიიღე, თუ გააკეთებენ ამას, მაგრამ გააკეთებენ, შეუძლია ადამიანმა რომ გადალახოს, გადადგას ეს ნაბიჯი, მას ეს შეუძლია, თუ შეუძლია, მაშინ ღმერთი აი აქ გულს უყურებს და გულს წონავს. ხდები? ისე მე მინახავს ადამიანები, რომლებმაც არასწორი რაღაც გააკეთა, ვიღაცასთან რაღაცა შეეშალა, ღმერთის სულის წინააღმდეგ შეეშალა, მე ბოდიში მოიხადა, ისე რომ გაემართლებინა თავი. მე ხო ბოდიში მოიხადე და ხო რაღაცნაირად თითქოს სიტუაცია შევცვალე. ღმერთის სულს ვერ მოატყუებ. ეს ყველაფერი манипуლირება, თუ მართლა გულწრფელად არ მოიხადე ბოდიში, თუ მართლა გულწრფელად არ შეცვალე შემდეგ უკვე შენი დამოკიდებულება და თუ ის რაც გააფუჭე, იმის გამოსწორება არ დაიწყე. გესმით? ღმერთის სული არის ასეთი. ჰალელუია. ამიტომ ძვირფასები ნახეთ, როგორც წავიკითხე მიქას 6:8-ში, ხომ გეუწყა შენ ადამიანო, რა არის სიკეთე? ანუ ადამიანმა იცის რა არის სიკეთე? შენ ხომ გინდა რომ გაგიკეთონ კარგი და სიკეთე? შენ ხომ გინდა რომ მოგექცენ ისე როგორც შენ გსურს? ამიტომ შენ თუ გინდა რომ ისე მოგექცენ როგორც შენ გსურს, მაშინ იცი უკვე რა არის სიკეთე. მოეკეცი სხვებს ისე როგორც შენ გინდა მოგექცენ. ამას ამოსუფალი იესო ქრისტე. ნახეთ შემდეგ და რა სიტყავს შენგან უფალი? თურმე ესეც იცი რა ეს სიტყავს შენგან უფალი. თურმე ესეც გაცხადებულია შენთვის რას ითხოვს შენგან უფალი, ანუ რას და გიმეორებს რას? მხოლოდ სიმართლის ქნას, სამართლიანობას და წყალობის სიყვარულს და მოწიწებით სიარულს მის წინაშე. მოწიწებით სიარულს. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. და კითხვა, რომელიც დასაწყისში წავსვი, მე შუაშიც გავიმეორე და ეხლა კიდევ სვამ აი ამ კითხვას. როგორ მდგომარეობაში ხარ შენ ადამიანო? ხარ კმაყოფილი? თუ არა ხარ კმაყოფილი, შენს ცხოვრებას კურთხევა დასდევს თან, ღმერთის დაცვა და მფარველობა დასდევს თან, სულიწმიდის მადლი დასდევს თან, შენს ოჯახს, შენს შვილებს, შენს შთამომავლობას ეტყობა რომ ღმერთის სულის მადლი არის მათზე და შენს ოჯახზე? თუ ხედავ რომ არ ეტყობა, რაღაც გაქვს შესაძლებელი. შეცვალე სანამ ჯერ კიდე დრო არის. ესმის? იმიტომ რომ ნახეთ რა ძვირფასი სიტყვები თქვა პავლე მოციქულმა. დიადი შენაძენი არისო. ღვთისმოსაობა კმაყოფილებასთან ერთად. ანუ დიადი შენაძენი არ ყოფილა ქონება, არ ყოფილა რესურსი, არ ყოფილა სახლები, ტაძრები, სამლოცველოები, არ ყოფილა ოფისები, არ ყოფილა ის რაღაც შესაძლებლობა, რაც მატერიალური არის, თურმე დიადი შენაძენი ყოფილა ღვთისმოსაობა ნამდვილი. ღვთისმოსაობა ნამდვილი და კმაყოფილებასთან ერთად. ამიტომ სვამ კითხვას, ხარ კმაყოფილი? გაქვს ღვთისმოსაობა? ხარ მადლიერი დილით რო იღვიწებ, ან შენს ოჯახის წევრებს რო უყურებ, ან უბრალოდ როცაზე დგები, ან უბრალოდ შენს თავს უყურებ სარკეში, რას ხედავ, ვის ხედავ, როგორ ადამიანს ხედავ? ხედავ გაღიმებულს, გაბადრულს, გაცისკროვანებულს, ავსებულს, ანთებულს, სარკეში როცა უყურებ შენ თავს, როგორ ადამიანს ხედავ? ხედავ ბედნიერს და გახარებულს, ხედავ მომღიმარს, ხედავ რომელიც ღმერთის სულთან არის შეერთებული და ბედნიერია და გახარებულია? თუ ხედავ ადამიანს, რომელსაც იმედი არ აქვს, რომელიც ჩამქრალი არის, რომელიც დანაუჭებული, დანახულიანებული, რომელსაც თავისი თავის დანახვაც კი არ უნდა სარკეში, როგორს ხედავ? და თუ შენ ხედავ ისეც, როგორცაც ბოლოს ვამბობდი, რომ თავის დანახვაც კი არ უნდა, მაშინ დროა რაღაცა შეცვალო. და ეს რაღაცა რომ შეცვალო, მაშინ რაღაც უნდა მიიღო და უნდა გახსნა გული, რომ მიიღო ღმერთის სიტყვა, რომელიც არის რეალურად ცოცხალი, რომელიც ახალი აღთქმაც, ბიბლია, ძველი, ახალი, ყველას გვაქვს სახლში და თუ სახლში შენ ახალი აღთქმა გაქვს, თუ ახლა აი ამ წიგს, ამ ვიდეოს უყურებ, აი ამ სიტყვას ისმენ და გთხოვ რომ დაიწყო სახარების კითხვა, ასევე გეტყვი რომ შენთან ერთად არის სული წმინდაც, რომელსაც შეუძლია წაკითხული წიგნიდან სიტყვები და სტრიქონები და მუხლები გაცოცხლოს შენში, რომ ცოცხალი რწმენა შემოვიდეს და დაიწყოს რეალურად ღმერთის სულმა ცვლილება. კარგი ძვირფასებო, რაღაცები მაქვს კიდევ
ჩადებული გულში და მინდა რომ გაგიზიაროთ ყველაფერი აბსოლუტურად იგივე არის და იგივე თემა არის, რაზეც საუბრობ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა რომ ერთი ადგილი წავიკითხო, ეს არის მათეს 13:52. მან კი უთხრა მათ, ამიტომ ყოველი მწიგნობარი, რომელიც სათასასუფეველის მოწაფე გახდა, წააგავს ადამიანს, საყლის პატრონს, რომელსაც თავისი საუნჯიდან გამოაქვს ძველი და ახალი. ნეტარ რას ნიშნავს ეს ადგილი და ეს მოხდა. წარმოიდგინეთ, ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ უნდა მიიღო რაღაც ახალი, რამაც შენი ცხოვრება უნდა შეცვალოს. იმიტომ რომ თუ შენ ძველში ხარ, დიდი შემეცნებაც რო გქონდეს თეოლოგიური, მაგრამ შენი ცხოვრება არ აჩვენებდეს იმას, რომ შენ ცხოვრებაში რეალურად ღმერთია ჩარეული და ღმერთი მართავს შენ ცხოვრებას, აზრი არ აქვს და ამაში შენც მეტახმები. რამდენიც არ უნდა მოიგო ნიღაბი და როგორიც არ უნდა მოიგო ნიღაბია. ნიღაბი რეალობა არ არის. არა, ნამდვილი სახე უნდა გქონდეს ღვთის მოსაობის დაკმაყოფილებას. ამიტომ უფალი იესო ქრისტე ეუბნება, ამიტომ ყოველი მწიგნობარი, რომელიც სათასასუფეველის მოწაფე გახდა, წააგავს ადამიანს, სახლის პატრონს, რომელსაც თავისი საუნჯიდან გამოაქვს ძველი და ახალი. რას ნიშნავს ეს სიტყვები? ნახეთ ძვირფასებო. ადამიანები, აქ მწიგნობრებზეა საუბარი, მწიგნობრები იკვლევდნენ ბიბლიას, ძველ აღთქმას, ხო? მაგრამ მოვიდა ახალი, ანუ ძველი და ახალი ერთად არის შერწყმული, მაგრამ თუ ადამიანს თავისი ძველი რაც შინაგანში აქვს, თუნდაც ძველი ტრადიცია იყოს, თუნდაც ძველი თავისი გამოცდილება, თუნდაც ძველი თავისი წოდნა, ეს ყველაფერი, რომელიც ძალიან დიდ სიმაგრეს ქმნის მასში, თუნდაც ახალი შემეცნება ის, რაც თვითონ მიიღო ან თვითონ გამოიკვლია, თუ ეს ყველაფერი ხელშეგიშლის ღმერთის სულის სიმართლის და სიყვარულის და სიტყვის და სიცოცხლის მისაღებად, ყველაფერი უნდა გამოიტანო გარეთ, ალელუია, რომ მიიღო ის და აღარაფერმა აღარ შეგიშალოს ხელი. ძვირფასებო, რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ადამიანები იმიტომ სწავლობენ, თეოლოგიურზე მაქვს საუბარი. ამ შემთხვევაში ჩვენ იცით ლაპარაკობთ ქრისტიანობაზე, ხო? იმიტომ სწავლობენ ბიბლიურ კოლეჯებში, ბიბლიურ სასწავლებლებში, ბიბლიურ ინსტიტუტებში, მე მაგისტრი, ბაკალავრი, რა ვიცი, ერთი სიტყვა. რომ ღმერთის სულთან ურთიერთობა ისწავლო. და ძალიან ხშირად ადამიანები, რომლებიც აი ამდენ სწავლობენ, უფრო შორს დგანან ღმერთისაგან. როგორი საოცარი უნდა იყოს, მაგრამ სტატისტიკა ამას აჩვენებს. წარმოიდგინეთ, ადამიანები, რომლებიც ბევრს სწავლობენ, ძალიან ხშირად აი ეს შემეცნება, აი ეს სწავლება თითქოს ღმერთ იმდენად გაჯდა მათში, რომ უფრო დაშორდნენ ღმერთს. ამიტომ თუ მაშინ მწიგნობრებს ეუბნება, იესო ქრისტე, შენ დღეს გეუბნება თუნდაც გამოიტანე ყველაფერი, რომ ახალი მიიღო, იმიტომ რომ სულთან ურთიერთობა თუ არ ისწავლე, ღმერთის სულთან ურთიერთობა თუ არ შედგა, ვერაფერს ვერ მიიღებ. მახსოვს მე ერთხელ ერთ-ერთი ცხებული ადამიანი ამოწმებდა და ამბობდა, შეიძლება თქვენც გაქვთ ნათქვამი მოსმენილი მისი ნათქვამი. როცა ღმერთის სულმა მის მსახურებაში დაიწყო მოქმედება, დაიწყო ძალიან ბევრი ნიშნები, სასწაულები და დღემდე მის მსახურებაში მოქმედებს ძალიან ძლიერი ნიშნები და სასწაულები. ნიშნები და სასწაულებზე ყურადღებას იმიტომ ვამახვილებ, რომ ამ ყველაფერს ღმერთი აკეთებს და როცა ეს ხდება ადამიანის ცხოვრებაში ან მსახურებაში, ესე იგი მხარს უჭერს ღმერთი მის მსახურებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ღმერთი უნდა გიჭერდეს მხარს მსახურებაში. ამ ადამიანს მაშინ უთხრეს, რომ შენ აუცილებელია რომ ჩვენთან ერთად მოხვიდე ამ ქვეყანაში და გაიარო ბიბლიური სწავლება და უნდა ისწავლო. და მადლობას უხდი და ერთ-ერთ ძმას, ერთ-ერთ ეპისკოპოსს, რომელმაც უთხრა, არ გაბედო მათთან ერთად წასვლა და სწავლა. არ გაბედო მათთან ერთად წასვლა და სწავლა, იმიტომ რომ ისინი შენ უაზრო ისეთ რაღაცებს გამოგიტენავენ და გასწავლიან გონებაში, შენ მიღებული გაქვს ისეთი ძალა
ისეთი ნიჭი, ისეთი კურთხევა და მათ საერთოდ არა აქვთ ეს და იცოდე შეიძლება ისიც კი დაგაკარგინონ, იმიტომ რომ მათ თავიანთი სწავლებით ბევრი რაღაცა შეუძლიათ თავზე მოგახვიონ და ასევე დაერქმევათ მათ რომ მათ რაღაცა გასწავლეს, მაგრამ შენ უკვე სული წმინდა გასწავლის, ცხებულება გასწავლის და დღემდე მისი მსახურება არის ძალიან ძვირფასი და ძალიან კურთხეული და ძალიან ბევრი ადამიანის მაკურთხებელი. არ წავიდა ეს ადამიანი. გესმით? იმიტომ ვამბობ, სასწავლებლები, სწავლებები, ქადაგებები, მსახურებები, ეკლესიური, ყველაფერი უნდა იყოს მიმართული იქითკენ, რომ ადამიანი, საიდანაც წარმოიშვა, ანუ სული რომ შთაბერა ღმერთმა და მასში სული არის, აი ეს სული ცნობდეს ღმერთის სულს და მოხდეს მასთან შეერთება შენ მსახურებაზე, ეკლესიაში, სწავლებაში, კოლეჯში, ინსტიტუტში, ბიბლიურ ინსტიტუტებში უნდა ისწავლო სული წმინდასთან ურთიერთობა, მაგრამ თუ ადამიანებმა თვითონ ვინც შენ გასწავლიან არ იციან სული წმინდასთან ურთიერთობა, რა უნდა გასწავლონ შენ? ან რა უნდა გიქადაგონ შენ? იმ მსახურებმა, რომლებმაც თვითონ არ იციან ურთიერთობა, რა უნდა გასწავლოს შენ? ითხარი, რას უნდა ელოდებოდე? თუ ის არ იცნობს ღმერთს, როგორ გაგაცნობს შენ ღმერთს? გესმით? აი აქ არის სულწმინდა გონიერება. ძით, რამდენიმე ადგილი არის, როცა იესო ამბობს მრავალი სრულწინასწარმეტყველი აღდგებაო და ახლაც მრავალად არიან თქვენთან სრულმოძღვარიო. სრულწინასწარმეტყველი ძვირფასეო. როგორი საოცარი წამო და იყოს და როგორ წამო და გაგიკვირდეთ ეხლა ეს სიტყვა, რასაც გეუბნებით. ხშირ შემთხვევაში შედარებული არის ცრუ მასწავლებლებთან, ცრუ ქადაგებლებთან, ცრუ მოძღვრებთან. იმიტომ რომ რასაც ეხლა მე ვლაპარაკობ და ჩვენ ვლაპარაკობ და ვქადაგებთ, ეს ყველაფერი სახარებისეულად წინასწარმეტყველებას მიეწერება. ხვდებით? როცა მქადაგებელი ქადაგებს სახარებისეულად, მაშინდელი გადმოცემით, მაშინდელი ჩაწერი და მაშინდელი ახსნით, რაც ბერძნულად იწერებოდა, წინასწარმეტყველებას ნიშნავს. და ხშირ შემთხვევაში ახალ აღთქმაში წინასწარმეტყველება, ნუ იქ სიტყვა ერთი არის, მაგრამ სხვადასხვა იგულისხმება. არის აგაბოსი წინასწარმეტყველი და ეს მას სხვანაირად აქვს შეფარდებული. არიან მაგალითად 4 ქალწული, რომელიც ფილიპეს შვილები იყვნენ და წინასწარმეტყველები იყვნენ. ანუ ესენი იყვნენ ქადაგებლები. ასევე დანარჩენები იქ იუდაზეა საუბარი, იქ აპოლოზეა. ანუ ქადაგებლები წინასწარმეტყველებად მოიაზრებიან. რატო? იმიტომ რომ წინასწარმეტყველი არის ის ადამიანი, რომელიც ღმერთის სიტყვას ახმოვანებს, ღმერთის სიტყვას ამბობს. გესმით? და ჩვენ რასაც ვამბობთ, ღმერთის სიტყვას ვლაპარაკობთ. ღმერთის სიტყვა ამბობს, რომ იესო ქრისტე მოა. ღმერთის სიტყვა ამბობს, რომ შენ სასამართლოზე წარდგები. ღმერთის სიტყვა ამბობს, რომ ჯოჯოხეთი და სამოთხე არსებობს. ღმერთის სიტყვა გეუბნება შენ დღეს, რომ მონანიება გჭირდება და თუ შენ არ ხარ კმაყოფილი შენი ცხოვრების გახსენი გული და მიიღე ის სიახლე და გამოიტანე ყველა ძველი და ახალი, რაც გამოაქვს თუნდაც წიგნობრებს და რაც გამოაქვს თუნდაც დღევანდელ დღეს სწავლულებს. რომ მიიღო ის ახალი და ის საუკეთესო იესო ქრისტეს სახელით. მოდი კიდე ერთი ადგილი ნახოთ ძვირფასებო, სანამ ვილოცებთ, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ და ვილოცოთ განკურნებაზე, განთავისუფლებაზე და აი დღევანდელ დღეს ღმერთმა შენ ცხოვრებაში მოახდინოს სასწაული, რომ შენ განიკურნო სულიერათაც, ფიზიკურათაც და დღეს მოვიდეს შენ ცხოვრებაში რეალური შვება და დღეს ის სიახლე და ის ცოცხალი სიტყვა შემოვიდეს შენში და შენ ცხოვრებაში, რომელიც რეალურად შეცვლის შენ ცხოვრებას. და მინდა რომ ლუკას მეხუთე თავიდან წავიკითხო რამდენიმე მუხლი. 37, 38, 39 მუხლები. ნახეთ, იგივე არის, რასაც დღეს ვსაუბრობ. აბსოლუტურად იგივეს გაგრძელება, თუმცა ლუკა არის, მაგრამ სხვა კუთხით დაგანახეთ. ნახეთ, ლუკას მეხუთე თავი 37, 38, 39 მუხლები. უფალი იესო ქრისტე ამბობს და რა საოცარი არის ესეთი იგავების მოყვანა, როცა უფალს მოყავდა ასეთი იგავები. ნახეთ, არავინ ჩაასხამს ახალ ღვინოს ძველ ტიკებში, თორემ ახალი ღვინო ტიკებს დახეთქავს და ღვინოც დაიღვრება და ტიკებიც დაიღუპება. არამედ ახალ ღვინოს ახალ
ტიკებში ასხავენ. არავინ ჩაასხავს ახალ ღვინოს ძველ ტიკებში, იმიტომ რომ ახალ ღვინოს ჩვევია მოძრაობა, ჩვევია დუღილი და გახეთქავს. ძველი ტიკი მიჩვეულია, ძველი ტიკი გაჩერებული, ძველი ტიკი ერთ ადგილას ერთ ჩარჩოშია ჩაკეტილი, ერთ მოძღვრებაში, ერთ სწავლებაშია, ერთ შეხედულებაში. ესე შეიძლება, ესე არ შეიძლება. არ იწელება, გასკდება და ორივე ფუჭდება. არა, ახალი ღვინო უნდა ჩაისხას ახალ ტიკებში. რატომ? ახალი ტიკი მოძრაობას აყვება. გესმით? არ დაიწყებს გასამართლებას. ძალიან ხშირად რელიგიური ადამიანები, საშინელება. მე ახლა ამაზე ძალიან ხშირად არ ვლაპარაკობ თქვენიცით, მაგრამ ხანდახან ეს უნდა ითქვას, რელიგიური ადამიანები ისე ეწინააღმდეგებიან სული წმინდის მოქმედებას. ყველაფერში ჩასაფრებულები არიან. ყველაფერში ცდილობენ, რომ რაღაც ცუდი დაინახონ, რაღაც ჩირქი მოსხონ, რაღაც არაბიბლიურად შერაცხონ, მაგრამ შეიძლება რაღაცა დროები თითქოს რაღაცა ადამიანს მოახვიონ თავზე თავისი აზრები და ვიღაცაში აცდუნონ კიდეც, მაგრამ თავიანთ გულში შემდეგ და შემდეგ ხვდებიან, რომ ეს ყველაფერი ღმერთის სულის მოქმედება არის. ახალი სული, ახალი ღვინოა, რომელიც მოქმედებს სხვადასხვანაირად, მაგრამ სულის დანიშნულება მხოლოდ ის არის, რომ ადამიანებს სიცოცხლე, სიკეთე, ცვლილება და კურთხევა მიუტანოს. გესმით? მადლობა უფალს ამ კურთხევისთვის. ამიტომ ადამიანები თუ არ შეიცვლიან თავის შეხედულებას, ღვინო, რომელიც ახალი არის, მათში არ ჩაისხება. იცი რატომ? ნახეთ, ბოლო მუხლია სამოს. არც ერთი ძველის მსმელი არ მოისურვებს ახალს, რადგან იტყვის ძველი ჯობიაო. არც ერთი ძველის მსმელი, ძველი სასმისის მსმელი არ იტყვის ახალი ჯობიაო, იმიტომ რომ ძველზე არის მიჩვეული. ისევ ძველი ჯობია, ისევ რაც ვიცით, მოდი სანამდეც მოვსვათ, მოდი რაც გვისწავლია, მოდი რაც ჩვენებს გადმოუციათ, მოდი რაც ჩვენს თანამსახურებს გქონიათ, მოდი, რა თქვინდა ეს ახალი, რა თქვინდა ეს ზედმეტი, რა თქვინდა ეს? არ გინდა, ნუ გინდა, ახალს ვერ მიიღებ, არა და იესო ქრისტემ ახალი ღვინო მოიტანა და ძველ ტიკებზე რა თქვა, იცი? გაფუჭდებიან, დასკდებიან, ვერ მიიღებენ ახალს. ამიტომ ეს სიტყვები უნდა იფიქროს ბევრმა ადამიანმა, ჩემზე არ იყოს, მე არ მომეწიოს, რომ ძველი ვიყო და ახალზე უარს ვამბობდე. გახსოვთ პავლე მოციქულმა პირდაპირ უთხრა იუდეველებს, თხილად იყავითო, არ გეწიოთო თქვენო ის სიტყვებიო, რომ უყურეთო, დაინახეთო მოძულენო, გაქრითო, გაუჩინარდითო, იმიტომ რომ ისეთ რამეს მოვიმოქმედებ თქვენს დღეებშიო, სხვასაც რომ მოეყოლა არ დაიჯერებდითო, მაგრამ თქვენი თვალით იხილავთო. გესმით? ანუ ღმერთის სულის მოქმედება არის შეუზღუდავი, საოცარი და ჩვენ გვაქვს ეს სახარებაში, ახალ აღთქმაში და ნუ მიაწერ იმას, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ პირველ საუკუნეში ხდებოდა. ეს მხოლოდ და მხოლოდ მოციქულებს მიეცა, ეს მხოლოდ და მხოლოდ მათ ეკუნძით და არა, თქვი რომ ღმერთო, თუ ახალია, თუ ეს ახალი ღვინოა, თუ ეს კარგია, თუ ეს საოცარია, თუ შენ მოიტანე, მე მინდა დაე ჩაღვარე ჩემში ახალი ღვინო, შენი ცოცხალი წყალი, ცოცხალი მდინარე უფალო ღმერთო, ცოცხალი ღვინო, ცოცხალი წყალი, რომელიც ჩემი შიგნიდან დაიწყებს დინებას და ადამიანებს მისცემს კურთხევას. ჰალელუია, დიდება უფალს. ამიტომ ძვირფასებო თითოეულმა ჩვენთაგანმა დაუსვათ კითხვა ჩვენ თავს, როგორც დასაწყისში ვთქვი, ხარ შენ კმაყოფილი? ხარ შენ მადლიერი? გააქვს შენ ღვთისმოსაობა კმაყოფილებასთან ერთად, რადგან უფალი ამბობს, დიადი შენაძენია ღვთისმოსაობა კმაყოფილებასთან ერთად იესო ქრისტეს სახელით. ამენ, ჰალელუია. უფალმა გაკურთხოთ ძვირფასებო, მადლობა თითოეულ თქვენთაგანს. ძალიან ბევრი ხარ შემოსული, უფლის მადლი იყოს თითოეულ თქვენთაგანზე. ვიცი რომ ერთ ტელეფონში შეიძლება რამდენიმე ადამიანი უყურებდეს, ამიტომ მინდა რომ ვაკურთხო თქვენი ოჯახებიც, გაკურთხოთ თითოეული თქვენთაგანი და დღეს ვინც ელოდება განთავისუფლებას, განკურნებას, კურთხევას, მოიტანოს ღმერთმა მათ ცხოვრებაში სრული თავისუფლება იესო ქრისტეს სახელით. ამიტომ მინდა რომ მორწმუნეებმა იშუამდგომლოთ თითოეულმა თქვენთაგანმა დღეს ილოცოთ, იმიტომ რომ აი ამ წუთას სული წმინდა ყველა ადგილას, ვინც აი ამ ვიდეოს უყურებს ან ნახავს შემდეგში, იესოს სახელით
მოიტანოს სრული კურთხევა და სრული შეცვლა, სრული ცვლილება, სრული კურნება, სრული განთავისუფლება იესოს სახელით. ამინ. იცით თქვენ რომ ჩვენ ლოცულობ ზეთის ცხებით ვფასებო. უფალი იესო ქრისტე ამოს ზეთის ცხეთ ავანტყოფებს და ილოცეთ. ფიზიკური არის ზეთი. ზეთი არის ფიზიკური. ფიზიკური ცხება. თუ იმეს გააქვთ ზეთი, თუ იცით თქვენ რომ ჩვენ ვარიგებთ ხოლმე ზეთებს მსახურებაზე, ეხლაც რო გქონდა ჰუალინგში მსახურება დავარიგეთ, ვისაც გააქვთ ზეთები. თუ რამე საჭიროება გაქვთ ეხლა. იცი რომ შენი ოჯახის წევრი არის გასამკურნებელი, ცხე ზეთი და ილოცე ჩვენთან ერთად. შენ გაქვს კურნება, მისაღები, შენ იცხე ზეთი. გინდა ცვლილება ცხოვრების იცხე ზეთი. მოუხმე უფალს, გინდა რომ დღევანდელ დღეს ის ახალი ღვინო ჩამოიღვაროს შენთვის და მოვიდეს კურთხევა თითოეულ თქვენთაგანზე. იესოს სახელით ყველა ის ადამიანი საიდანაც ამ წუთას აი ამ წუთას ხართ ჩართულები, გაკურთხებ ყველა ადგილას, საქართველოს ფარგლებს განში, ყველგან ემიგრაციაში, იესო ქრისტეს სახელით ჩვენ შრომობთ ემიგრანტებზე. ეხლა ჩავატარეთ მსახურებას ათენში. 17-ში გვექნება ათენში მსახურება, ძვირფასებო და განცხადება აქვს გაკეთებული. ასევე ჩვენ უკვე შემოდგომაზე გეკმავთ იტალიაში მსახურების ჩატარებას. და უფალმა აკურთხოს თითოეული ადამიანი, იმიტომ რომ ჩვენი ემიგრანტები არიან უკვე იტალიაში და გვაქვს ჩვენ ამის სურვილიც, რომ იქაც ჩატარდეს მსახურება. სადაც კი ღმერთის სული მოუხმობს თითოეული ჩვენთანგანს, მზად ვართ წავიდეთ და ვემსახუროთ. ამიტომ დღეს და ღმერთის სულმა მოიტანოს შენს ცხოვრებაში ცვლილება და კურთხევა იესო ნაზარეველის სახელით. Jesus Christ. Fire crebere de shderegas. Ვინც სულწმით ხართ მონათლულები, მოუხმეთ ღმერთის სულს, ღმერთის სულის ძალას, იესო ნაზარეველის სახელით. Fire cremande for Jesus and clemere fare. Hallelujah, Jesus, hallelujah, welcome Nofa, defend Jesus Christ. Fire, drine, kamni, dosi de foremen, narege lideshda. Hora barada shadala krebere kerebere da shedere keregat. Sheni sulis khebuleba da zala, თავისუფლდება აი ამ წუთას. თითოეულ ადამიანს name of Jesus Christ, hallelujah. ყოველგვარი ცხელა, ყოველგვარი არაწინასული ზეგავლენა, იესო ნაზარეველის სახელით ეშმაკო. დაამთავრდა შენი მოქმედების დრო. აი ამ წუთას, აი ამ სხეულებზე, აი ამ სულებზე, აი ამ შვინვაზე, აი ამ ოჯახებზე, იესო ნაზარეველის სახელით გიკრძალავთ მოქმედებას. იესო ნაზარეველის სახელით გიკრძალავ მოქმედებას. ყოველგვარ ავანტყოფობას. იესო ნაზარეველის სახელით. ყოველგვარ უძლურების სულს. Name of Jesus Christ, Soldor, Framen, Dishido, Locre, Barre, Shida, Yeso Nazarevelis Sachel, welcome, Dorjis, the Risidaraka, Hallelujah, one Tawisuk, all Jesus Christ, Hallelujah, Yeso Sachel, all Jesus Christ, on the Fran, the Shideregas, Hallelujah, welcome, Dora Fire, the Shidere Krabaragas, Hallelujah, Adavia, the Biaria, Rolevic, Globen, I am to that, Mertisulis Zalas. და ხდება მათი განთავისუფლება იესო ნაზარეველის სახელით ეშმაკო გიკრძალა all Jesus Christ on the from the shdergas ყოველგვარი მაუნეთ ჩვევისაგან ყოველგვარი არაწინასულის ზეგავლენისაგან ყოველგვარი წყევლისგან ყოველგვარი ჯადოქრობისგან იესოს სახელით all Jesus Christ hallelujah ვანთავისუფლებ შენი სულის მოქმედებას აი ამ წუთას ყველა ადამიანი ვინც ისმენდა შენ სიტყვას იესო ნაზარეველის სახელით I am წუთას ღებულობს სულს welcome Jesus no fandereka holodo fare da shidala krebera name of fire crepans in la fara da shidere geregas hallelujah isus fire krebeda shidere dergas hallelujah არის ადამიანი რომელიც სუნთქვა აი ამ წუთას სუნთქვაც უჭირდა აი ამ წუთას ძალიან ძლიერი ზეწოლა იყო ადამიანზე რაღაცნაირად აი ამოსუნთქვაც კი უჭირდა ანუ ეს არის არაწინდასულების ზეგავლენა იესოს სახელით ვინც ხარ შენ ასეთი ადამიანი აი ამ წუთას განთავისუფლებს ღმერთის სული name of Jesus Christ fire krama იესო ნაზარეველის სახელით Jesus Christ fire krem do fire do shidere keregas hallelujah 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 me campora fare de shida hallelujah Jesus send do krebere de shdergas hallelujah welcome do shide fare de cars hallelujah Jesus hallelujah hallelujah არის ადამიანი რომელიც ძალიან უიმედო მდგომარეობაში არის ხანდახან თითქოს
რაღაც ქადაგების მოხსმენა, სახარების მოსმენა თითქოს გაახალისებს მის გულს, მაგრამ არის შემდეგ ისევ როგორც ჭაობი ითრევს ადამიანს, ასეთნაირად იძირება ყოველგვარ უიმედობაში. შენ გეუბნება დღესუფალი, განთავისუფლებ, მე შენ შეგიყვარე საუკუნო სიყვარულით. იესო ნაზარეველის სახელით განთავისუფლდი, მიიღე ძალა, მიიღე სრული კურთხევა, მიიღე სრული კურნება. Welcome Jesus, Solfondrefara, Ole crefare de shidara kraba, Elohim par fortre kande sandola kreba, Elofar de shidera kreberaka. Hallelujah, Yeso nazarevelis სახელით. Oh, Jesus Christ, hallelujah, hallelujah. ხედავ კიდურების სისუსტე, არ ვიცი ვის აქვს. კიდურების სისუსტე, თითქოს ძალა გაქვს გამოცლილი ხელებში. ფეხებში არ ვიცი კიდურების სისუსტე გაქვს იესო ნაზარეველის სახელით უფლის კურნება იყოს აი ამ წუთას შენზე რაფრადაში და რა კრებერე გარაგა ოლაფრაბარადაში და რა კრებერე და გარაგას ელოფარდორე კრებერე და შიდარა კრაბარადაში და რა გაბას ალელუია welcome დორე და კარგედეშ ელოფაედორ კედერე მე და გარეგადერეგას ელოფა power Jesus name იესოს სახელით ვიფასებო სულიწმინდა არის კუნალი, რომელიც შენთან არის აი ახლა. სულიწმინდა იყელებს, ჭურჭლებს, მაგრამ რეალურად კურნალი არის სულიწმინდა, რომელიც შენთან არის, იმიტომ რომ მე შენთან არა ვარ. სულიწმინდა არის შენთან, მაგრამ ღმერთი იყენებს სიტყვის გადაგებას და შემდეგ თანდასწრება, რომელიც შენთან არის, სრულად კურნავს ადამიანს. მინდა რომ ქალու პრობლემებზე ვილოცო, იესოს სახელით. ხედავ შიგნეულში, ანუ შინაგანში, მუცლის ღრუში პრობლემას იესოს სახელით, Jesus Christ. ფაერო კრებერეგას, ყოველგვარ ქალულ პრობლემას იესო ნაზარეველის სახელით, ფაინ დორქენე მანეგას, ვუკრძალავთ მოქმედებას. name of fire, კერპანდის in the fashion დერგას, hallelujah. რაპარადაში დარეკერეგას. ძირფასებო, რამდენჯერმე მოვისმინე ეს სიტყვა ამ ლოცვის დროს. არის ადამიანი, რომელსაც ართრიტის მდგომარეობა აქვს, თუ დიაგნოზია, რაც არის, არ ვიცი, შენიცი, ვისაც ეს სიტყვა ეხება. იესო ნაზარეველის სახელით. name of fire კრებერეგას. hallelujah. ყოველგვარი ართრიტული მდგომარეობა. იესო ნაზარეველის სახელით. გიკრძალავ. hallelujah. რასაც აქამდე ვერ აკეთებდი. თუ ხელის გაშლა ვერ შეგეძლო, კიდურების გაშლა, ან წელის, არ ვიცი. რაზე იყო ეს ართრიტული დიაგნოზი? იესოს სახელით დაიწყე აი ამ წუთას მოქმედება. Name of Jesus Christ. Jesus Christ. Name of Jesus Christ. fire კრებერე და შდერეგას. იესო ნაზარეველის სახელით. ლაკრაბერე და შდერეგას. ჰალელუია. მადლობა შენ სულწმინდაო. მადლობა შენ. ჰალელუია ისუს. რეკრაბერე და შდერეგას. ძვირფასებო არის ოჯახები, სადაც სიმძიმე არის. ხედავ აი ამ სიმძიმეს, ამ სიმძიმეს მოყვება დაძაბულობა. ოჯახის წევრებში მოყვება უთანხმოება. აი ეს არის ბევრი, აი ხედავ რომ აი ამ დაძაბულობას, აი ამ სიმშვიდის დაკარგვას ოჯახებში ჭირდება აღდგენა იესო ნაზარეველის სახელით. თუ შენს ოჯახში მშვიდობა არის დარღვეული, ცოლქმრული ურთიერთობები, ბავშვებთან ურთიერთობები, ხედავ რომ ოჯახის წევრებთან ურთიერთობები არის დაძაბული, სიმშვიდი არ არის. და აი ამ წუთას ვილოცოთ შენი ოჯახისთვის და პირველ რიგში შენ დაიწყე ცვლილება, რადგან შენ ვინც ისვენ აი ამ სიტყვას, შენზე გადმოა ღმერთის სულის ძალა და თუ გაყვები ამ სულს, აი ამ სულიწმინდის ძალას, მოიტან სრულ ცვლილება შენს ოჯახში. იესო ნაზარეველის სახელით. აი ამ წუთას მოუხმე შენ. გაიაზრე ის, რასაც გეუბნები, გაიაზრე თუ შენ ოჯახს ეხება, გაიაზრე და თქვი იესო ნაზარეველის სახელით. ჩემს ოჯახში ვაცხადებ ღმერთის სულის მშვიდობას. Name of Jesus Christ. Holy friend ora krabaradashida. იესო ნაზარეველის სახელით. ვანთავისუფლებთ აი ამ ოჯახს, აი ამ ჭერს, ყოველგვარი არაწმინდასულების ზეგავლენისგან. იესო ქრისტეს სახელით. ეშმაკო, არ არის შენი ადგილი ღმერთის შვილების ოჯახებში.
იესო ნაზარეველის სახელით ვაცხადებთ მორწმუნეების მეფობას ყველა ადგილას, სადაც ჩვენ დგავთ ფეხს, შენი სახელით უფალო იესო ქრისტე, ჩვენს ოჯახებში შენი მეფობაა, შენი გამოვლინება, შენი თანდასრება, შენი კურთხევა, შენი მშვიდობა არის, ჩვენ ვაცხადებთ და აი ამ წუთას ვაცხადებთ ჩვენს ოჯახებზე, შენს ფარველობას, შენს დაცვას, შენს მშვიდობას, რომელი მშვიდობაც უსურვე ყველას და რომელ მშვიდობაზეც გითხარით, თქვით ოჯახში მშვიდობა და დაი ამ მშვიდობამ დაივანოს თითოეულ ადამიანზე. name of fire ოკრებერე და შედრეგას იესო ქრისტეს სახელით ვაკურთხებთ. ჰალელუია. ყოველგვარი ჯადოქრობა რაც იყო შენზე, ყოველგვარი ჩხიბაობა, ყოველგვარი ურთიერთობა მკითხავებთან იესო ნაზარეველის სახელით აი ამ წუთას სთხოვე უფალს პატიება. თუ ეს სიტყვები შენ გეხება, თუ დღესაც საუბრობდით, მოусმინე ამ ვიდეოს, უყურებდი ამ ვიდეოს და იგრძენი რომ შენ ღმერთთან შერიგება გჭირდება და მონანიება გჭირდება. ორი სიტყვა საკმარისია. უთხარი უფალს, მაპატიე იესო. მაპატიე, ყველაფერი მაპატიე უფალო. უთხარი ეს სიტყვები, რომ გაეხსნას გზა კურთხევისა სულიწმინდა შენზე, რადგან ვინც ინანიებს, ვინც პატიებას თხოვს უფალს, ის ხდება ღმერთის შვილი. იესო ნაზარეველის სახელით Holy Jesus Christ. წეფასებო ახლა ვისაც რა ტკივილი აქვს, ვისაც რა გაწუხებთ, როგორც ვაკეთებთ ხოლმე ხშირად, დაიდეთ ხელი ტკივან ადგილას და იცით თქვენ რომ მრავალი მოწმობა მოდის, როგორც კი დაიდეს ხელი ადამიანება ტკივან ადგილას, დაიწყო ღმერთის სულმა მოქმედება და განკურნება. და აი ამ წუთას შენ დაიდე ხელი ტკივან ადგილას იესო ნაზარეველის სახელით. Name of Jesus Christ. Oh fire ოკრებერე და შედრეგას. Name of fire ოკრებერე და შედრეგას. ლეფარე დო შიდრაკამენოფარა. Name of fire. ლეფორ დიშიდო რაკრა სრული კურნება იესოს სახელით. უძლურების სულს, ავადმყოფობის სულს გიკრძალა მოქმედებას. იესო ნაზარეველის სახელით. Oh my Jesus so fendroka. იესო ნაზარეველის სახელით. სული, რომელიც შენ კურნავს, ეს არის სული წმინდა, ეს არის ღმერთის სული, ეს არის თვითონ ღმერთი. ჰალელუია. ვინც შენ შეგეხვა ამ წუთას, ვინც შენ შინაგანს შეეხო, ვისგანაც იგრძენი შეხება, ეს არის კუდრეთით აღდგომის სული, რომელმაც იესო ქრისტე აღადგინა კუდრეთით და რა თქმა უნდა შენ სრულად გაგკურნავს. ასევე ძვირფასებო, მინდა ახლა ყველა საჭიროებაზე, რა თქვენს გულში არის, აი ამ საჭიროებაზე ვილოცო. შეიძლება მე ვერ დავასახელე შენი საჭიროება. შეიძლება ამ წუთას მე არ მithქვამს, რასაც უფალი მეუბნება, ძალიან ხშირად ვცდილობ რომ ის თქვა ხოლმე, მაგრამ აი ამ წუთას რაც შენს გულში არის, რა საჭიროებაც შენს გულში არის და უფლისურმა მოიტანოს განკურნება და განთავისუფლება. მოდი უთხარი უფალს, რაც გჭირდება შენ. ჰალელუია. ის არის მამა, რომელიც ისმენს ჩვენს ლოცვებს, შვილების ლოცვას. ჰალელუია ისოს. Oh name of fire ოკრაბა. დიდება და მადლობა შენ უფალო. მადლობა რომ შენ ისმენ ჩვენს ლოცვებს. იესოს სახელით ვაკურთხებთ უფალო. აი ამ წუთას ყველა საჭიროებას და როგორც შენი სიტყვა ამბობს, მოგვაქვს ყველა ჩვენი საჭიროება შენს ფეხთან, რადგან შენ ზრუნავ ჩვენზე. შენი სიტყვა ამბობს რომ შენ ზრუნავ თითოეული ჩვენთაგანზე, ამიტომ შენი კურთხევა და მადლი იყოს ყველა იმ საჭიროებაზე, რაც შენს წინაშე მოვიტანეთ. შენ აკურთხე შენი შვილები უფალო. შენი ერია, რომელიც აი ამ წუთას შენ სიტყვებს ისმენს უფალო ღმერთო და ადამიანებს შენ მოუწოდე რომ მოესმინათ შენგან სიტყვა და შენ ვეხარ პასუხისგებელი მათ ცხოვრებაში, ცვლილებები მოიტანე უფალო. თავიანთი ნებით, თავისუფალი ნებით აირჩიეს სიტყვა ღმერთისა, შენი სიტყვა აირჩიეს, ცათა სასუფეველი, მარადიული სიცოცხლე აირჩიეს მათ და ისმენენ შენ სიტყვას და ამოწმებენ რომ ხო და ამინია მხოლოდ და მხოლოდ შენ სიტყვაში. ამიტომ იესოს სახელით შეისმინე მათი საჭიროებები და მოიტანე
ბეჭედი და კურთხევა მათ ცხოვრებაში, რომ უფრო მეტად ბედნიერები გახარებულები გემსახურებოდეთ შენ ერთადერთ და ჭეშმარიტ ღმერთს, წმინდა სამებას, მამას, ძეს და სულიწმინდას და ყველამ თქვას ამენ, 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 ალელუია. უფალმა დაგლოცოთ, უფალმა გაკურთხოთ. სასიამოვნო იყო თქვენთან ერთად ყოფნა, როგორც იცით დავთქვით ძვირფასებო, კვირას მომიწევს ათენში წასვლა ჩემს თანამსახურებთან ერთად, შევხვდებით ემიგრანტებს, ასევე გავაკეთებთ კიდევ განცხადებას, ვინც ხართ ათენში, გვაქვს ბევრი კურთხევა, ბევრი სურვილი, სიურპრიზიც, თუ მობრძანდებით, მიუთითებთ მის სამართს, ვარკვევთ ზუსტად რომელ ადგილას ჩავატარებთ მსახურებას, ამიტომ ყველაფერი ინფორმაცია იქნება მითითებული. გთხოვთ დანარჩენებს თქვენ ილოცოთ ჩვენთვის, იცით თქვენ რომ დრო და დრო გვიწევს ქვეყნიდან გასვლა და სხვა ადგილებში მსახურება, ამიტომ თქვენი ლოცვები ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის. ასევე მადლობა თითოეულ თქვენთანგანს, რომლებიც იყავით ასე ერთგულად, იმიტომ რომ მე ვხედავ თქვენს შემოსვლელებს, ასევე რიცხვს ვხედავ, რომ არ იკლებს და ძალიან აქტიურები ხართ, ღმერთმა დაგლოცოთ, უფალმა აღასრულოს ყოველივე ეს ყველაფერი დაფასდება აქაც და რა თქმა უნდა მომავალშიც. ასევე თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, შეგიძლიათ გაუზიაროთ ადამიანებს, შეგიძლიათ გაუზიაროთ სხვებს, თუნდაც პირადში გაუგზავნოთ ადამიანებს, ვისაც იცი რომ ეს სიტყვა აუცილებლად ჭირდება და აკურთხოს ღმერთმა მათი ცხოვრება, შეცვალოს მათი ცხოვრება და იყოს სრული კურთხევა ჩვენ ცხოვრებაში, ის რაც ღმერთმა წინასწარ გაამზადა და გაითვალისწინა ჩვენთვის. უფალმა დაგლოცოთ, ღმერთის მადლი იყოს თქვენთან, როგორც იცით 30 დღე იქნება ეს ვიდეო აქტიური, შემდეგ ავტომატურად წაშლის Facebook-ი, ამიტომ შეგიძლიათ გაზიარება. ღმერთმა დაგლოცოთ, ძალიან მიყვარხართ, უფლის მადლი იყოს თითოეულ თქვენთაგანთან. ამენ.